სალამ თითები დაგატეხენეთ. შენი მამის დედას ბიჭო. კაიგე. ხალია შენი შენი. გეუნებ. შენი მამის დედას მოწიხე აი ამის. არგი მარა. კაიგე. გამაშის მოვატყნებ. პოლიციელი, რომელიც ამ შემზარავი დანაშაულის საქმეზე დააკავეს, უკვე თავისუფალია და სახლშია. არასრულწლოვანზე ძალადობის საქმის ფიგურანტმა ციხეში სულ რამდენიმე თვე გაატარა. შაბათის ეთერს წყარო უყვება, რომ ლუკა ხურცილოვას დაკავების მომენტშივე ჰქონდა გარანტია, რომ ციხეში მხოლოდ მცირე ხნით იქნებოდა. შეეცვალა ატიმობა ნაკლებად კაცრი აღკვეთის ორიგინალი გასაცვია გირაბო. საკმაოდ კარგახანს ისუსტა. საკმაოდ კარგახანს როგორ თებერვალში მოხდა სულ ამბავი და ეხლა ივნისია და ეს თბილისში დადიანის ქუჩაზე მდებარე პოლიციაა. აქ გვიდასტურებენ, რომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის საქმეზე დაკავებული პოლიციელი უკვე გაათავისუფლეს. პოლიცია ხელს სასამართლოსკენ იშვერს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. ჩვენი საქმე არ არის. ადამიანი ძალადობაში იყო ბრალდებული არასრულწლოვანზე. მაგას ერთი წამი. რა? მაგას სასამართლო გაარკვევს ძალადობაზე სასამართლო გაარკვია და აკავა და გამოუშვა და მაგითაც მე მიმართეთ სასამართლოს, რატო გამოუშვი? სასამართლოში. მე რა ვიცი, ხო? არა. მე გამოვუშვი? ხალი მომწხდა. ება რა ხალი მომწხდა. 2026 წლის თებერვალში კადრებმა, რომელიც სკოლის მოსწავლემ ფარულად გადაიღო, საქართველოს შეძრა. ვინ არის მამაშენი ბიჭო? ვინ არის მამაშენი? ბიჭემი ციხეში. სად? ციხეში. მაგით და შეყოდა, გაიგე ბიჭო? გადამოწმების მიზნით გაჩერებულ არასრულწლოვანს პოლიციელების ჯგუფი ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს და ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრება. დამტები ხარ რა შენ თესოლოში? გახსენი ტელეფონი თორ მოგიწევს ხა ბუზი. მიგიჭერ მამაშეს გვერდზე ბიჭო, გაიგე? ეს კადრები მაშინ შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა. საზოგადოების დიდი პროტესტის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ ამ საქმეზე დააკავეს პოლიციელი ლუკა ხურცილავა. რომ ხურცილავას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა და ეს საქმეც საზოგადოებამ მიივიწყა. მას შემდეგ, რაც შაბათის ეთერს უთხრეს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავებული პოლიციელი უკვე სახლში იყო, ინფორმაციის გადამოწმება პირველ რიგში ოჯახთან ვცადეთ. ალო, გამარჯობა. ბატონო, ლუკას ვურეკავდი უკაცრავად, ლუკა ხურცილავას. მე რაშოშო ვინა ლუკა? რა ლუკა? სისტემამ პოლიციელის პატიმრობიდან გათავისუფლება დამალა და როგორც ჩანს, ეს ინსტრუქცია ჰქონდათ მიცემული მოძალადე პოლიციელისთვისაც. მამამ ჩვენთან საუბრის დროს საკუთარი იდენტობაც კი უარყო. თქვენ ბატონი კახა ბრძანდებით, ლუკას მამა ბრძანდებით? თქვენ ვიხართ, მე ვიმზადებ რა თქვენი საქმეა, რა თქვენ? ლუკა ციხიდან გამოუშვეს თქვენი შვილი, პოლიციელი ლუკა. რა ლუკა, ეს ლუკა ვერ ახარ. ვინ კარნახობთ გათიშეო ბატონო კახა? ეს კადრები თბილისში ლობჟანიძის ქუჩაზეა გადაღებული. ახლა თქვენ პოლიციელ ლუკა ხურცილავას ხედავთ, რომელიც არასრულწლოვნის საქმეზე დიდი სახალხო პროტესტის შემდეგ თებერვალში დააკავეს. კამერის დანახვისთანავე ხურცილავა იმალება. მამა კი, რომელიც შვილის გვერდით ზის, საკუთარ თავს უკვე მეორედ უარყოფს. ბატონ კახას ვეძებ. ახლა არა. კახა ხურცილავა. არა, ახლა ხურცილავა აქ არ არის ერთი კვირაზე მეტია. კაცი, რომელიც ამბობს, რომ კახა არ არის, პოლიციელ ლუკა ხურცილავას მამა კახა ხურცილავაა. ვიდრე ის იდენტობას მალავს და ცდილობს დაგვეჯეროს, რომ ის არ არის, არასრულწლოვნის ტერორის, ძალადობისა და პატიმარი მამის გაუპატიურების მუქარი საქმეზე დაკავებული პოლიციელის გათავისუფლებაზე მეზობლები გვიყვებიან. როგორ დატოვა ციხე ხო არიცით? როგორ დატოვა და დაიჭირეს. სამსახურიდან გამოაგდეს, გირაო გაუკეთეს ჩვენ როგორც ხო და გირა ორი საფუძველზე არ გაუკეთეს. ვიცი რა ვარ გაუკეთეს. რა თვითონ რა. ხო, მაგრამ ძიმე დანაშაული იყო ხო იცით და მაგით ვკითხულობ. რა თვითონ დანაშაული იყო შეაგინა მეტი რა გააკეთა. ბატონი კახა. ამის შემდეგ, არასრულწლოვნის მიმართ უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებული პოლიციელის მამა ხვდება, რომ იდენტობის დამალვას აზრი არ აქვს და გვეუბნება, რა უძღოდა წინ მისი შვილის გათავისუფლებას. აი, დაგირეკა რა საქმე, უზომე. გუში რომ დაგირეკეთ, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ჩემთვის უნდა მოგეტყუებინათ? აჰა, არ გატყუებ, მოდი ემარა გიდე. აი ხო მოვედი და სხვა გზა არ გაქვს. რატო არ მოხს, შეიძლება წავიდე. ლუკა კარნახობდათ გუშინ? გათიშეო? დედა ჩაწერილი მომიტესარა. მაქვს სატელეფონო. ვინ გეუბნებოდა თავაგაც? სამსახურიდან გაუშვეს. აჰა. ციხეში ჩასვეს.
რამდენი ხნით? ჩასვეს, ამიშრობა ხო წინასწარი ჩასვეს. პატიმრობა იყო მხოლოდ. ხო შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ კანონი არის თვალისწინებს. მანაირად არ უნდა ყოფილიყო ბატონ კახა დანაშაული ხო მოხდა. ერთი წუთი, ხო, მაგრამ კანონი არის თვალისწინებს, მაინდამაინც ციხეში უნდა იჯდეს. პოლიცია რო აჩერეს ბავშვს. დიახ. მიშრობა რა, ანუ რაღაც შვაღამი რა უშავ, ხო? ერთი 100-წლოვანია, მე არ ვიცი, გავიცანი. კარგი დედა ჩვენ ვისაუბრეთ მე და დედამისმა და ვილაპარაკეთ მაგათთან. ცხადია შედეგზეც ჩანს რომ შედეგი არ ვიცი, მე ვინმე არ დედამ სამი შვილის მამა ვარ და სამ შვილს ვისავარ, მაგრამ ეს კაცი ინტერვიუში ლაპარაკობდა რომ მასზე ახდენენ ზეწოლას, მიუგზავნეს ადამიანები, თუ უნდოდა რომ მიშვილს პრობლემები არ შექმნოდა, საჩივარი უნდა გამოეტანა. უცებ აღმოჩნდა რომ ეს ქალი ტელეფონზე აღარ პასუხობს, თქვენი შვილი გამოუშვეს და ნოტარიუსში დაწერა რომ პრობლემა არა აქვს. რანაირად ხდება ეს ასე უცებ გაეღვიძა და გადაწყვეტა. ჩვენ შევხვდით, ვილაპარაკეთ. ხო? მე და დედამისი, სხვა არავინ არ ყოფილა იქ. და დავლაგდით რა. არასრულწლოვნის დედა, რომლის შვილიც პოლიციაში ტერორის მსხვერპლი იყო, კადრების გასაჯაროების დროს ყვებოდა, როგორ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, რათა პოლიციელისთვის არ ეჩივლა. მომიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, რომ აი საჩივარი გაიტანე, რო არ მოხდეს, ნუ შენ რაში გაძლევსო ვიღაცაო სამსახურს დაკარგავსო, ბავშვი გეზდება მოზარდიო, ქუჩის ბიჭები მოვიდა ზოგი ისეთი ისენი, რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და მე არ ვაპირებ უკან დავიხო, იმიტომ ნუ როგორ გითხრათ, იცი, მე არ მეშინია, ერთხელ ვიბადები, ერთხელ კვდები, რა ვქნა, ეხლა პირდაპირ გეუბნებით. გახდა თუ არა ზეწოლის მსხვერპლი ოჯახი, რომლის არასრულწლოვანმა შვილმაც პოლიციის განყოფილებაში ტერორის მთელი სერია გაიარა. საქართველოს პროკურატურაში კი ამბობენ, რომ პოლიციელმა დაზარალებული ოჯახის მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარადგინა, რომ მომხდარზე პრეტენზია აღარ აქვთ. თქვენი საქმეა რა, ჩვენ ასე ვილაპარაკეთ. მანაირად არ არის რატოა თქვენი ადამიანი ლაპარაკობს. მოსამართლე ხარ თუ პროკურორი ხარ? ჟურნალისტი ვარ ბატონო. მე რა იყავი ჟურნალისტი? და მოხდა დანაშაული, რომლის გამოც პოლიციელი არ დასაჯეს ბატონ კახა. როგორ არ დასა მეტი რა უნდა დახვიდავდნენ? ორი თვე რო იჯდა არა, უნდა დაეხვიდა? ანუ პროპორციული სასჯელია უნდა დაეხვიდა? რაზე შეთანხმდით, ამას გეკითხებით. ყველაფერი კარგად რო იქნება. კარგად როგორ იქნება, ანუ პრობლემები არ შეექმნება მიშველს? პრობლემები რა შუაში? მე მიშვილთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. თქვენ რა პრობლემა უნდა გქონდეთ მიშვილთან, მათ გქონდათ თქვენთან? ეიდი გაიწი. რა კნაკ ჩემოშუნდა ქვეყანა დააქცია? აგინა და ვანთავდა. ეს წინოშე. ახსენ ეხლა ერთ მომშლი მეთქი ბიჭო. რა ჩემ ხალხო რა ეს მომშლი. ქურდულზე მაგის დედა მე. ვინ არის პოლიციელის ძმა, რომელიც თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე დააკავეს? ლუკა ხურცილავას ტყუპისცალი, ასევე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა. რომელ რისკში დაგაწინაურეს? დაახლოებით 1 თვის დამაწინაურეს. შესაბამისად, მანამდე თქვენ უკვე გამოკითხული იყავით, როგორც დაზარალებული და ჩვენება მიცემული გქონდათ, ასეა, ხო? დავესწავლე. ის პროკურატურამ 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე დაზარალებულ მოწმედ წარადგინა. დაზარალებული მოწმე პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ დაშავდა. ამის ნასროლი გამონდა თუ იმის ნასროლი მქონდა, მაგას მე ვიძახე რომ ვერ დავადასტურებ, არ ვიცი ვინმე სულა. ესე იგი არ იცით და ვარაუდის გამოხართ აქ მოსული. შესაძლებელია ვარაუდის საფუძველზე ნებისმიერ პროცესზე იაროთ, რომ იქნებ როგორმე ვინმე ამოიცნაოთ. პროკურატურა ამ პროცესზე ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს პოლიციელის მიმართ 1 დეკემბერს ჩადენილ ქმედებას ედავებოდა. მოძალადე პოლიციელის, ასევე პოლიციელი ძმა კი ირწმუნებოდა, რომ აქციაზე სამსახურეობრივ მოვალეობას არა 1 დეკემბერს, არამედ 28 ნოემბერს ასრულებდა. ნიკოლოზ ხურცილავამ ვერავინ ამოიცნო. ამის მიუხედავად პროკურატურა მის მოწმედ მაინც გამოიყენა. 28 წუთში დავზიანდი. 28 ნოემბერს. 2024 წლის 1 დეკემბერს თქვენ იმყოფებოდით თუ არა აქციაზე? არა, არ ვიმყოფებოდი. არ იმყოფებოდით. ვინც ბრალდებული სახით არიან წარმოადგენლები, თქვენ რომელიმე ხომ არ დაგინახავთ აქციაზე? იგივე პასუხი მექნება. ანუ არც ერთი არ გინახავთ. მე არ დამინახავს და ვერ ვიტყვი რომ ან იყო ან არ იყო. იყო თუ არა მოქმედი პოლიციელისთვის, სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ძმის გირაოთი გათავისუფლება, სასურველი ჩვენებების სანაცვლოდ მიღებული ჯილდო. ანუ მანამდე ზეწოლა იყო ამ ოჯახზე, უგზავნიდნენ ადამიანებს. ეუბნებოდნენ, რომ თუ გაიტანდნენ, პრობლემები არ შეექმნებოდა. დაემუქრეთ ოჯახს თუ როგორ მოხდა ეს ამბავი? აბსოლუტური არის ყველაფერი და. აბა როგორ შეიძლება ასეთი დანაშაულის შემდეგ გამოსულიყო ადამიანი ციხიდან? ოჯახი, რომელიც ამბობდა, რომ უკან არ დაიხევდა, უცებ წერს ნოტარიულ აქტს, რომ პრობლემები არ არის. მასთან გაარკვიეთ, მე რატომ ეკითხებით? ხო და თქვენ რა იცით, ძმა ხართ? ხო და არაფერი მსგავს ფაქტს არ ქონია ადგილი და რაზე მასაუბრობთ ვის რა ფაქტს არ ქონია ადგილი? მსგავს ფაქტს. როგორ ფაქტს გითხართ, რას გულისხმობთ? იძულებას, შეშინებას, მუქარას. ანუ თვითონ გადაწყვიტა ოჯახმა, რომ აღარ ქონდა პრეტენზია თქვენს ძმასთან?
ნიკა ხურცილავა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. რას გვაჩვენებენ ფაქტები? საზოგადოების პროტესტის შემდეგ ძალადობაში მხილებული პოლიციელი დააკავეს. თუმცა მალევე გირაუთი გამოუშვეს და თან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე პოლიციელის ციხიდან გათავისუფლების ამბავი ხალხს დაუმალეს. ჩნდება კითხვა. ახალისებს თუ არა სისტემა პოლიციელების ფორმალური დასჯით ძალადობას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას პოლიციის განყოფილებებში.